2013 წელს 7 თვეში 31 მილიონი ლარით მეტია ბიუჯეტში მობილიზებული, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის შეუქცევადი პროცესი დაიწყო. ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაში დაიწყო აღმავლობის შეუქცევადი პროცესი. 7 თვეში 31 მილიონი ლარით მეტია წელს მობილიზებული, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ფინანსთა მინისტრის განცხადებას Facebook-ით დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა და ბიუჯეტში არსებულ გარღვევებზე გააკეთა განმარტება. 2012 წელი საერთოდ რაშუაშია. 2013 წელს დაგეგმილია დაახლოებით 600 მილიონით მეტი შემოსავლები, ანუ თვეში საშუალოდ 50 მილიონით მეტი. შესაბამისად 7 თვეში 2012 წელთან შედარებით უნდა იყოს დაახლოებით 350 მილიონით მეტი, ანუ შემოსავლებში გარღვევა 7 თვეში დაახლოებით 320 მილიონია. საბიუჯეტო შემოსავლის ზრდაზე განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომისტ აკაკი ცომაიას. მისი თქმით, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა ეკონომიკურ ზრდასთან კავშირში ნაკლებად არის და მას სხვა ფაქტორებს უკავშირებს. საბიუჯეტო შემოსავლის წყარო არ არის მარტო ეკონომიკური ზრდა და 1.7%-იანი ეკონომიკური ზრდის შედეგად 31 მილიონით ბიუჯეტი არ გაიზრდებოდა. 31 მილიონით ბიუჯეტი გაიზრდა კიდევ სხვა რაღაცის ხარჯზე. რასაც დამატებით ინფორმაცია ჭირდება იმისათვის, რომ დაუშვათ დაზუსტდეს რატომ გაიზარდა 31 მილიონი. თუ რაღაც გარკვეულ ეჭვებს და ჭორს დავეყრდნობით, გაზაფხულის პერიოდში ვიცით, რომ იყო თქვა შაბათ-კვირას, რომ ბანკები მუშაობდნენ, ანუ ხდებოდა გადასახადების წინასწარ აკრეფა. ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ პრობლემები ეკონომიკაში გასული წლის ივლისში დაიწყო, თუმცა მათ მიერ ეკონომიკის სისტემური გაჯანსაღების ხარჯზე განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ეს პროცესი შეჩერდა. პრობლემები საქართველოს ეკონომიკაში მეტნაკლები მოცულობით დაიწყო გასული წლის ივლისში და გასული წლის ივლისიდან ლევანდელი წლის მარტამდე სამწუხაროდ ყოველი მომდევნო თვე იყო უფრო პრობლემატური ვიდრე წინა. 2012 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საშუალოწლიური დაახლოებით 6% იყო. პრობლემები იწყება რაღაცას დეკემბრის თვიდან, როდესაც 2012 წლის დეკემბრის თვიდან, როდესაც ყისიერი ვარდნა განხორციელდა ეკონომიკური ზრდის. ამის შემდგომ პრინციპში ეკონომიკა სტაგნაციურია, ანუ თუ ვითარდება 1%-მდე ზრდის მაჩვენებლით და საქსტატის წინასწარი მონაცემებით ივნისის თვეში იყო 0.8%-ის შემცირება.